საქართველოს პრეზიდენტის განცხადების მიხედვით გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიმართვა მთავრობის შემადგენლობის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კარგად დაფიქრება სჭირდება. კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი კონსტიტუციური უფლებაა და გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების ფარგლებში მოქმედებდა. მალხაზ ნაკაშიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ კი პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტს ნდობას ხელმეორედ არ გამოუცხადებს, მაშინ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატურას, რომელსაც ექნება პარლამენტის არანაკლებ 2/5 მხარდაჭერა. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა იქნება წამოყენებული იგივე შემადგენლობა ან განახლებული შემადგენლობა. პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში ხელი უნდა მოაწეროს და წარუდგინოს პარლამენტის ეს შემადგენლობა, ხოლო პარლამენტმა შემდეგ ისევ 7 დღის ვადაში უნდა განიხილოს და ნდობა გამოუცხადოს აი ამ მთავრობას. თუ ხელმეორედ არ იქნება ნდობა მინიჭებული, ანუ ერთხელ არ იქნება ნდობა მინიჭებული მთავრობისათვის და ასევე მეორეჯერ არ იქნება მინიჭებული ეს ნდობა მთავრობისათვის, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა უნდა წამოაყენოს პარლამენტში არანაკლებ 2/5 ხმების მქონე პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე და ასევე შემდეგ ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ქმნის მთავრობას, რომელსაც ასევე წარუდგენს პრეზიდენტი პარლამენტს ნდობის მისაღებად.